Toplidata, facciancens rismas, meraviglia da გამარჯობა, როგორ ვიყო არხის გამომწერებო კარგო ხალხნო და ნადირობის მოყვარულო ადამიანებო. ძალიან მაგარი თოფი ჩამივარდა ხელში, ჩამივარდა რა, შემხვდა რა. შემხვდა ნიშნავს რომ ადრე ეს განხილული მაქვს ზუსტად ეს თოფი. ვინჩესტერში იყიდებოდა არსანიარი პარაგონი. ძალიან მაგრამ მომეწონა და ჩვენმა გამომწერმა აი მაგიტომ ვიყიდეო ზუსტად ვნახეო ისო რა ქვია. შენი ვიდეო მივედიო და ზუსტად ეგ თოფი ვიყიდეო რა. ეს იყო 2 წლის წინ. და 2 წლის წინ ამ თოფმა ისევ ჩემამდე მოახსე, ისევ ხელში მიჭირავს. მაშინ თქვი თუ ვინმე იყიდა მეთქი და მოიტანა განვიხილოთ მეთქი და მომეწონა ჯერ ნახე თვითონ როგორი დაფარო აქ თოფს რა. აწერია რომ მულტიკამიაო, აი ესეთი რაღაცაა. ჯერ ხო ლამაზია, მე აი ხელს ვკიდებ ძალიან სასიამოვნოა. ეს არის დარეზინებული. ლულა 71 სანტიმეტრი აქვს. 5 ჩოკი მოყვება, აი ესეთი ქვემოთ აივანო ანახე. აი ესეთ ყუთში დევს, ავი кейს ეძახიან. 1 და 5 ჭერლამდე მოყვება ისინი, რა ქვია, ჩოკები. მოყვება ღვედი, გადასაკიდი. ეს არის კონდახზე დასამაგრებელი რა, აი ამაზე მაგრდება. შეგიძლიათ ეს ცოტა გადაწიოთ ან გადმოწიოთ, ხარზე მოერგოთ. მოყვება ინსტრუქცია. მოყვება ლულის ესა მჭიდის მუხრუჭი, ანუ ამაში იდება 5 ცალი ვაზნა. თუ ამას ჩაუდებთ, ხო, ჩაიდება უკვე 3, მეტია. ეგ არ ვიცი რატო უნდა გააკეთოთ, მაგრამ ეგეთი ოფცია აქვს. მოდი ახლა თვითონ თოფზე ვილაპარაკოთ. ხელში არის მსუბუქი, აი ცალი ხელით მიჭირავს. ანუ მსუბუქი როგორ რა? თავის ზომასთან შედარებით არის მსუბუქი. ნაღდი დარწმუნებული ვარო ეს პლასმასი რო არის, თან კაი ყოჩაღი პლასმასია. მაგის ხარჯზე დამსუბუქებული. თან ვანო ახლა მოიტანე. აი ეს შავი ადგილები, რაც არის. არის დარეზინებული, რბილი კაუჩუკია და უკანაც რბილი კაუჩუკი უყენია და წინაც აი ეს რაც არის, აი ესეც რბილი კაუჩუკია. ანუ ეხა ზამთარია, ცივა და გაყინულ ხელზეც აი მაგრა ეჭიდება რა. კარგად. წინ ლულაზე შუქშენკრები უყენია, მწვანე. ისეთი ფერია რომ ადვილად იკითხება, რასაც გინდა მიუშვილი, რა ფონზეც გინდა მიუშვილი. აი ეს თამასა ზემოდან არის სწორი, არანაირი დაგრეხილი არ არის და ხელს არ აჭრის, აი გვერდებზე ხარისხიანად არის გაკეთებული. 1 წლის წინ ღირდა 2100 ლარით, 2200 ლარი. ეხლა უფრო მეტი ეღირება ალბათ. თვითონ იარაღს მართვის ორგანოებზე ვილაპარაკოთ. ნუ სასხლეტი აქვს, რასაკვირველია, გადასატენი აქვს. ღილია, ისა ღილაკი აქვს, რომ აი ესეთ მდგომარეობაში როცა რჩება ამას დააწვეთ, წინ მივიდეს. სასხლეტის სირბილე ვნახოთ. ოდნავ მოდის ახლო და მე პროგნოზირება და თისვის 1-2 რო გაისვით, მე დამოღავთ. სასხლეტი რბილია, სადაც კილონახევარი დაჭერა უნდა, რაღაც ჯაჯგური და რამე არ უნდა. ეგრე. ხო, აი აქაა კიდე აი ესეთი ბერკეტი. აი ესეთი გადასართავია. ეს ბერკეტი რა ფუნქციას ასრულებს? თქვათ, პირში წაიღო ლულაში. ტყვია, თქვათ ჯაკანი და აღარ გინდათ რომ გამოიყენოთ. ამას გადართავთ, გამოწევთ, გადმოაგდეს ვაზნა და ახალ ვაზნას აღარ წაიღებს ლულის არხში. თუ ეგეთი რაღაცა დაგჭირდათ, ხო, მონადირები ვინც ახართ, მოხსნეთ ეგეთი რაღაც ტყვის ამოღება გინდა და მეორე პირში არა იყოს, ეგ არის ეს და დანარჩენი არაფერი, მცველი უყენი აგერ. აი ესეთი სამკუთხედი მცველი აქვს, ადვილად ამოძრაობს, ხელზე ჯდება კარგად. მოდი ახლა ვისროლოთ. ხო, ღვედის დასაკიდი აქვს აი აქედან, 1 და 2. აი ესეთი ღვედის დასაკიდი აქვს. ზოგადად აი რა სანავის რომ მაგას ვიტყვი რა რომ იარაღი არის ხელში რო გიჭირავთ სასიამოვნო დასაჭერია რა. ლულა
არის სუპერმაგნიუმი. ანუ მაგნუმი კი არა, სუპერმაგნუმი. ანუ ეს თუ ჩვეულებრივი ტყვეები ისროლოთ 100 წელი კი არა 10000 წელი არ გაცვლება რა. ანუ სუპერმაგნუმი ამერიკელებს ევასებათ ძიმე ტყვეები ძალიან რომ თოფი არ მოარყიოს რა და ლულა არ გააფუჭოს. მაგისთვის არ ეხლა თქვენ რამდენად გინდათ ეგეთი რაღაცა არ ვიცი, მაგრამ თუ ამას იყიდით პარაგონს შე ძალიან ამარის თოფია და ძალიან მაგარი პარამეტრები აქვს რა. ხო კიდე რა უნდა მეთქო? ამ თოფიდან ნასროლი არ არის. ნამდვილი მონადირისან დადიოდა სანადიროს არაფერი არ გამოუდიოდა, ტყუილი არ ვისოდიო. ერთ-ერთმა კატა მოკლა. აბა რაღაცის ხოდა მესროლა, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა მოკლედ. ეხლა გადავიდეთ ტყვეებზე. BPS-ი მაქვს 36 გრამიანი 5 ნომერი, აი ესეთი რაღაცა. აი ესეთი ტყვია. არის BP ფინდიხი, ანუ კარტიჩი და ეს არის რამდენიანი, ხონდა ეწეროს ზედა 45 გრამიანი არის, აი ესეთი რაღაცა. და მაგ აი ესეთი ჟაკანი. ჟაკანი არის 33 გრამიანი. აი ეგეთი რაღაცა. ეხლა ამას მე ჩავდებ თანამიმდევრობით. ანუ ჯერ ჩავდებ ჟაკანს, რომ ჟაკანი ბოლოს ისოლოს. ფინდიხი და 5 ნომერი. მანძილი არის 35 მეტრი აქედან. ეს. ურები დაიცავით სროლის დროს ხოლმე. აუცილებლად. მოდი ვნახოთ როგორ გაფანტავს და თვითონ ამას. სამიზნე ცოტა საჭოჭმანო სამიზნეა, მაგრამ ფერზე დგომილა ვესური, იმიტომ რომ ზოგი დაწოლისთვის, ზოგი რასაკეთებს, ეგეთი რამ მივაყრი. აბა ვნახოთ. სროლის დროს იარაღი გადახსენით და დარწმუნდით, რომ შიგ არაფერი არ არის და დარწმუნდით კიდე ჭიჭი არაფერია, რომ ასე რომ გააკეთებთ, უკან არ წაიღოს. ნახეთ, შიგნით არაფერი არ არის, საუაზნეში ჩავიხედეთ, თუ ბნელა რაღაცა თითით მოსინჯეთ, არის თუ არა, დასხილტეთ და მცველზე აიყვანეთ. ეხლა წავიდეთ, სამი ვაზნა ვესროლე, ჭიდებ იმებს რა ქვია, გილზებს ავიღებ. და წამომივიდეთ ახლა, რავი, შუაში უმიზნებდი და ვნახოთ აბა რა გააკეთა. სროლის დროს არის გემრიელი, აი რომ გაგიხარდებათ ეგეთი სასროლი. ეხლა დარტყმა კი ქონდა, მაგრამ ისეთი არაფერი რა. უკან ისეთი რბილი ის უყენია, რა ქვია, კაუჩუკი. რომ ამ თოლმა ნახერეები ქნადაც. აჰა. აბა ვნახოთ. არა, მაინც ხრახნულიანი სისაუა რაჭია. ჟაკანი აიქ უმიზნებდი. მოხდა აქ. საფანთ რა შეეხება, დაბლა წაიღო, მაგრამ ეგ არის სუფთა ჩემი შესწომა, იმიტომ რომ 5 ჭრილიანი ცილინდრით საფანტი არ უნდა მესროლა. გადაღების წინ მოვილაპარაკე და მოვახრახნიო, მაგრამ მე მომამში შევედი როგორც ეთყობა და დამავიწყდა. მაგრამ უყურეთ საფანტი. ნუ მოდი, ამას მე გავუკეთებ ეხლა იმას, რა ქვია. ამას მე დავუყენებ 3 ჭრილიანს და 5 ნომერს ვესხრი. დანარჩენი კარტეჩი 1 2 3 4 5 6 7 7 ცალი კაკალი მოარტყა. 8 ცალი მოარტყა. ჟაკანი მოხდა პირდაპირ აი აქ, აი აქ უმიზნებდი. ანუ
ცილინდრისთვის ეს არის მაგარი კაი შედეგი რა. მოდი ახლა ჩავიდეთ. 8 სანტიმეტრი აქვს თვითონ ჩოკის ის რა სიგრძე. ამას გამოცულ დავაყენებ 3-იანს. ხო და ვესწავლოთ 5 ნომერი და ვნახოთ როგორი იქნება. მოკლედ 36 გრამიანი 5 ნომერი მაქვს. აი რა ვიცი, უნდა გამოჩნდეს რა 3 ჭრილიანი ის მიყენია. და ჩავდოთ და აი ახლა ვნახოთ, უნდა აჩვენოს ამან კაი შედეგი რა საფანტისთვის. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, რომ მე თვითონ რაღაცა ეიფორიაში ვიყავი და იმითი ვესწავლე რა ქვია. ცილი, რაც არ უნდა მეკ. დავმიზნებ შუაში. ახლა წავიდეთ და ვნახოთ. მოვედით აქა. და ვნახოთ 5 ნომერი. აი შეხედეთ. 3 ჭრილიანით აი აქ უმიზნებდი სადღაც ოდნავ დაბლა წაიღო. ძალიან, რა ვიცი, მე მომწონს რა. სურო პატარა ბეღურა ყოფილიყო. ამან შუაში ერთი ცალი მაინც მოხდებოდა. ნომერი ავაცროთ. ვიპოვნე შემთხვევით რაღაცა სამიზნე კიდევ ერთხელ ვიტყვი დამჭა. მოკეთ მაგარი კმაყოფილი ვარ, თოფი არის როგორ გითხათ. რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო ბულკივით რა. სანადიროთ არის აი ძალიან ისეთი რა, აი როგორ გითხათ. ხელზე კარგად ჯდება. მით უმეტეს მე გრძელი ხელი არა მაქვს, მაგრამ აი თუ ჩემთვისაც კაია, იმ შვენივრად ჯდება. სამიზნე უცებ ამოდის, უცებ იკითხება. გასიამოვნებთ რა, მე პირადად ამ თოფის სწორედ ვისიამოვნე. მით უმეტეს ეს თოფი ისტორიით არის, ეს თოფი განვიხილე მაღაზიაში, ვინჩესტერში და მე ჩვენმა გაუნწერმა ნახა მივიდე და ვთქვა ზუსტად ეგ თოფი მინდაო და აი იმან რო განიხილაო, გადმოუღეს ის თოფი. და მე 2 წლის შემდეგ თუ 3 წლის შემდეგ ისევ აქ დაბრუნდა და პირველმა მევისროლე. მომწონს, ძალიან ლამაზია რა. ლამაზია, აი ესეც რეზინისა აქვს, აი ყველა დეტალი ძალიან კარგია. თუ ამას შეიძენთ, რა ვიცი, გასიამოვნებთ. ეხლა 1000 წელი გაზაზო 5000 არ ვიცი, მაგრამ ამ მომენტში ეს არის ძალიან მაგარი. ასე რომ წარმატებას გისურვებთ, ვინც ანადირობთ, ვინც იცით რა არის ნადირობა, უყო ნამდვილი ბრაკონიერობა კი არა. და აწერი რომ თურქული არისო. და მე ვილაპარაკოთ კალიბრები რა არის. რატო ქვია 12 კალიბრი, 16 კალიბრი, მაგას საკითხებზე გადავიღე. ამითი გამოგვეშვით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. ამას Top Data, what I transfer,